მეგობრებო, ესე იგი, ჩვენ საუბრობდით ეს ბოლო ხანებია Council on Foreign Relations-ზე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, შრე ხო, Deep State-ის მესამე შრეში. ყოფი round table-ი პირველი შრე, Institute for International Affairs მეორე შრე, და მესამე შრეში ერთ-ერთი ტოტი იყო Council on Foreign Relations, ანუ CFR-ი და მე მინდა გითხრათ, რომ CFR-ი კი არის ამ ხალხის ამ ბანკირების ჩამოყალიბებული, მაგრამ CFR-ი არ იყო ელიტების ერთადერთი რაღაცა სხვა დაფარული ორგანიზაცია რა, ნახევრად დაფარული ორგანიზაცია, იმიტომ რომ ღია ეხლა არსებობს და მაგრამ ნახევრად დაფარული ორგანიზაცია. დაფარული ორგანიზაციები სხვაებიც იყვნენ. მაგალითად Skull and Bones, ხო? ანუ ეს შეაძახიან ოფიციალურად კლუბი 332. ხო? თვითონ ვთქვათ ლოგოზე რო Skull and Bones ლოგოზე ნახავთ 332-ს დაინახავთ, აწერია ჩვეულებრივად. ეს 19 საუკუნის ორგანიზაცია იყო, რომელიც მოდიოდა, ასე ვთქვათ, აი ელიტარული აკადემიური წრეებიდან და ესენი ხდებოდნენ რაღაცა ელიტების წარმომადგენლები, სხვა აკადემიური იმეების თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. იელის უნივერსიტეტში ხდებოდა ეს ყველაფერი, მეგობრებო და საჩურის ეხლაც ძალიან კარგად მუშაობს იელის უნივერსიტეტმა ეს ორგანიზაცია, ეს კლუბი ეხლაც ძლიერია, ძვირფასო მეგობრებო, არაფერი რაღაცა დაიშალა და რამე არა. რატო საუბრობ ამაზე? იმიტომ რომ Council on Foreign Relations-მა ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა, ანუ ამ ელიტებმა, ამ მორგანებმა, როკფელერებმა და მემა ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარეს აი ამ 332 კლუბთან, კლუბ 332-თან და გააცნეს თავისი ისინი იდეები, ძალიან მოეწონათ იმათ, აი ხალხი ხართ თქვენო და Council on Foreign Relations-ში ეს ხალხი ინიშნებოდა თანამდებობებზე, ანუ ამ Skull and Bones-ის წარმომადგენლებიც ინიშნებოდნენ. რატომ? იმიტომ რომ მათ აწყობდათ ეს ორგანიზაცია რა. ეს იყო მათთვის ტრამპლინი სხვა ვთქვათ გავლენების გასავრცელებლად. ჩვენებურად ამას ასევე დაკრიშაო, აი კრიშასაც ეძახიან, იმიტომ რომ ესენი იყვნენ კიდევ ვიმეორებ, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სხვა იმების ისინი და მორგანი ამათ იყენებდა, იმიტომ რომ მათ გავლენებით მორგანსაც ჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მორგანი 1920 წელს უკვე აი ემოციანებში უკვე აკონტროლებდა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური აქტივის 25%-ს. ანუ მე-4-ს, იმიტომ რომ 70 მილიარდ დოლარს აკონტროლებდა ამ პერიოდში. ეს საოცარი ხალხოა 1900-იან წლებისთვის, ხო? მაინც ჭირდებოდა, იმიტომ რომ ეს არ იყო სრული კონტროლი, არ იყო რაღაცა ასე ვთქვათ 51% პაკეტი, ამიტომ მას ჭირდებოდა აი ამ ელიტებთან დაკავშირება და მათი გაერთიანება და ეს ადგილი CFR-ი გახდა, აი ეს ადგილი. ნახეთ, რას წერენ ისტორიკოსები. The Council on Foreign Relations CFR became a place where enterprising bankers and businessmen gathered to gain access to America's power elite. ანუ აი ეს მთელი ელიტები, როგორც მორგანის შტო, ისე სხვა შტოები, ამერიკელები იკრიბებოდნენ სწორედ CFR-ში, ანუ CFR-ში ხდებოდა, აი ამას ვთქვათ, ეს იყო ადგილიო, სადაც ამერიკის ძალაუფლების და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მათაც ჰქონდათ. For most part, these individuals came from wealthy, old line families who pursued the same path to worldly success, beginning at elite private schools such as Groton and then proceeding to Ivy League institutions where they joined exclusive fraternities such as Yale Skull and Bones. აი Skull and Bones. ხო, ანუ ესენი რა ვინები იყვნენ, ხო, ძველი ამერიკული ელიტარული ოჯახები, რომლებიც ასე ვთქვათ თავიდანვე ფლობდნენ, ხო, ძალაუფლებას და გაიარეს იგივე გზაო, რაც ასე ვთქვათ მორგანმა და შემდეგ უბრალოდ ბიზნესის მიმართულებით გაიარეს და გროტონი ასეთი სკოლა იყო ელიტარული, დამთავრებული იელის და სხვა ასეთი ორგანიზაციების იმებიდან და საბოლოო ჯამში ისინი საძმოებში ეს Skull and Bones ვახსენეთ ერთიანდებოდნენ. From academia, they progressed to the careers as Wall Street lawyers, corporate executive, bank officials, or high-ranking government directors. Upon their arrival in the chosen professions, they received an invitation to join the CFR. ანუ ეს ხალხიო, ვთქვათ,
ხდებოდნენ ელიტარული კორპორაციების აღმასრულებლები, ელიტარული Wall Street-ის ელიტარული ასე ვთქვათ ადვოკატი ძალიან დაფასებული პროფესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბანკების წარმომადგენლები და სხვა ასე ვთქვათ სამთავრობო ასე ვთქვათ სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელები, ხო? ისინი ყველა იყვნენ დაპატიჟებული მორგანის მიერ CFR-ში, ანუ Council on Foreign Relations-ში, ამიტომ მოხვდნენ მეგობრებო, ეს ვთქვათ ჯეფრი საქსი და ეგენი ასე, ჰარვარდ დამთავრებული ჯეფრი საქსი, ამიტომ მოხვდა ვთქვათ, მან თუმცა წარმატებული იყო, ჯეფრი საქსი ცალკე ვიდეოებს ჩავწერ, ეგ დღეს არის კაი კაცი, თორე ყოველთვის კაი კაცი არ იყო. რუსეთი და პოლონეთი მაგან იმას ქნა, რა ქვია, დააქცია 90-იანებში. მაგას ცალკე ვისაუბროთ მაგაზე. ხო, ანუ რა მინდა ვთქვა რა, აი ეს მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ და ეხლა მე მინდა მეგობრებო გაჩვენოთ ვინ იყვნენ ცნობილი წევრები CFR-ის. წარმოიდგინეთ რომ შეგექმნათ აი ეს ორგანიზაცია Council on Foreign Relations, რა ორგანიზაციაა. მათ წევრები იყვნენ ჯერ ორგანიზაციები ვნახოთ, ხო? ანუ Bank of America, Merrill Lynch, Chevron, ExxonMobil, JP Morgan, Chase, Morgan Stanley, Goldman Sachs, Shell Oil, American Express, Barclays, Lockheed Martin, Lazard, Soros Fund Management, Federal Financial, IBM, FedEx, Facebook, Electric, Rothschild-ების. ანუ აი ამ ასე ვთქვათ, აქ ერთიანდებიან ხალხო. აი იმიტომ გეუბნებით რა, ვინმეს უხსენებია ტრამპს, აი ტრამპს უხსენებია, რომ აი CFR-ი უნდა რაღაცა დავარტყათ CFR-ს. Council on Foreign Relations. რა თქმა უნდა არ დაურტყია, იმიტომ რომ არაფერი, რა ვიცი, თვითონაც მაგ ანუ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება იქაურ წარმომადგენელია, სოროსზე დარტყმა მაგას ნიშნავს, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთია ხა, ვინ გაუბედავთ JP Morgan Chase რომ რაღაცები გაუფუჭოს, ან რა ვიცი, რაღაცა General Electric, ან Facebook, ან FedEx, ან რავი, რომელი ერთი ვთქვა, Standard Oil-ს, ან Walmart-ს. ან ეგეთი იმეებს, ხო, ორგანიზაციებს. ეხლა მოდით ვნახოთ 2015 წელს, აგერ არის 2015 წელს ვინები იყვნენ მისი წევრები რა. პირპერსონები. ელიოტ აბრაამსი, მადლენ ოლბრაიტი, ბრუს ბაბიტი, ჯეიმს ბეიკერი, უორენ ბიფეტი, მაიკლ ბლუმბერგი, სიდნი ბლუმენტალი, ჯონ ბოლტონი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, უორენ ბაფეტი, პოლ ბრემერი, ჯიმი კარტერი, დიკ ჩეინი, უორენ კრისტოფერი, ჰენრი კასნეროსი, უესლი კლარკი, ბილ კლინტონი, ჩელსი კლინტონი, ჯორჯ კლუნი, კეტი კორიკი, სკოტ კუემო, კრისტოფერ დოდი, ალფონსო დამატო, დიენე ფეინშტეინი, ტიმოტი გეიტნერი, რუტ ბეიდერ გინზბურგი, მეგობრებო, ალან გრინსპენი, ჩაკ ჰეიგელი, ტერესა ჰეიცი, ვერმონ ჯორდანი, ჯოზეფ კენედი მეორე, ედვარდ კენედი ჯუნიორი, ჰენრი კისინჯერი, ჩარლს კრაუთჰამერი, ჯონ კერი, ბერნარდ ლუისი, ჯონ ლიბერმანი, ჯონ მაკეინი, ჯორჯ მიჩელი, ჯანეტ ნეგროფონტე, ალის რივლინი, გროვერ ნორკვესტი, სემ ჰანი, ჯანეტ ნაპოლიტანო, კოლინ პაუელი, კონდოლიზა რაისი, ჯონ რობერტსი, ჯონ როკფელერი, დავით როკფელერი, დავიდ როკფელერი ჯუნიორი, ნიკოლას როკფელერი, სტივენ როკფელერი, დონა შალალა, სიუზან რაისი, დუგლას შონი, ჯო სკარბორგი, უილიამ როპერი, ჯორჯ სოროსი, ჯონათან სოროსი, ლესლი სტალი, დიანა სოიერი, ლორა ტაისონი, საიპრის ვანსი, ბარბარა ვოლტერსი, პოლ ვოლფოვიჩი, ჟანეტ იელენი და სხვა. აგერ ოფიციალური მათი Council on Foreign Relations membership roster. ახლა თქვენთან წაიკითხეთ. ასეთი ხალხია ძვირფასო მეგობრებო, deep stage-ში გაწევრიანებული, რომლებიც არანაირ გავლენას არ ახდენენ კაცო იმაზე, რა ქვია, თავრობაზე და სოფლიო პოლიტიკაზე. ყველაფერი წყდება ამერიკული პოლიტიკის აქ, რომელიც რა თქმა უნდა round table-ის კიდევ უფრო შიდა წრეები. ეს არის ფრონტი, დაიმახსოვრეთ, ფრონტია, ეს არ არის ბოლო ინსტანცია სოფლიო, ასე ვთქვათ, დაფარული იმეების. ფრონტია ეს.